გადაცემა წარმოგიდგენ მრავალპროფილიანი კლინიკა ბომონდე. ჩვენი მისამართია ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა ნომერი 15, ტელეფონი 0431 29 34 54. საღამო მშვიდობის აზრფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა გახლავთ პორტრეტი ჩარჩოს გარეშე თეა ჩეჩელაშვილთან ერთად. არაჩვეულებრივი განწყობა, რომელიც ზუსტად ვიცი შაბათ საღამოს 22 საათზე გეუფლება, დღესაც არ არის სადმე წასული, მეზობელთან გადასული, ვინმესგან მოტაცებული, მოპარული თუ ასე შემდეგ, არის თქვენი, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი განწყობა უახლესი 1 საათი ამაღლებული იქნება, მით უმეტეს გაქვთ ამის საბაბი, ჩემო კარგებო, კი რატომ გაქვს, ამას ცოტა მოგვიანებით მივხვდებით. ჩვენ ახლა ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ვიმყოფებით, ჩიტების ჭიკჭიკი და ასლოვანი სცენარეებისა თუ ფაუნა კი და ფლორა კი და ფაუნა ნაკლებად მოკლედ, მაგრამ შიგადაშიგ ეს წარმომადგენლებიც გველამუნებიან, თუნდაც წერების სახით, მოკლედ განწყობა ძალიან სახალხოა, გითხრათ სიმართლე, ზოო, ბიო დანამატებით და ამ ყველაფერს ახლა უნდა ყველაზე მთავარი რამ შეკრების მიზეზი, რის გამოთაც ჩვენ ვართ აქ შეკრებილები, არ დაგიმალავთ და ისეთი მხიარული სტუმრები გვეყოლება, საერთოდ შეწყვიტავთ ჩემზე დაკვირვების მოხდენას. თუ დაკვირვების მოხდენაზეა საუბარი, გეტყვით, რომ სანამ ჩემი ვიზუალი გიყურებთ ტელეეკრანიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიღაცამ გამალამაზა. და ეს სალონი ნინი გახავს, რომელიც ჭავჭავაძის 43-ში მდებარეობს. ეხლა რაც შეეხება სხვა სანახაობას, რომელიც პირდაპირ ან გალამაზებას, ან დამახინჯებას, ან სხვადასხვა რაღაცებს ემსახურება, ვინ აკვავს ბოლოს და ბოლოს სტუმარი? გამოაჩინეთ ეს ადამიანები. ძალიან მოკლედ იტყვია ხოლმე ამ ბიჭებზე. თქვენ წინაშეა კაკოვიჩები, ძვირფასო და საყვარელო ტელემაყურებლებო. მოგესალმებით, დიდი მადლობა. გამომართვა პირი და სიტყვა. არა, კაია, ასე მიგონს. შეჭრა. ამტაცი, თუ უნდა შენიყავი წამყვანი, გაცილებით კომფორტული მდგომარი. თქვენი ყავით წამყვანი. კარგით, მადლობთ. თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ 2 სიტყვა. მოგესალმებით, ყველას თქვენ მას. აჰა. მე გივის სათქმელს ვამბობ ხოლმე და დღესაც ასე. რატო გიჭირთ ხოლმე ამ საქმეს გადაადგილება? არა, ის ხუმრობა იყო ასეთი და მეტყვი. თქვენ ამსებთ ერთმანეთს, ხო? კი, თქმა უნდა, კი. კარგი, ცალ-ცალკე 2-0. ერთად? ერთიანი ვინა, რომელია წირო დგას? აი, არ ვიცი, მალა. 2-0-იანი ახლა კეთდაცა? არ მინდა ხამარ. არა, ძირითადად აპარატი გვაქვს. კარგი, მე ვიქნები თქვენი ერთიანი და გამომყევით ახლა და ვაფშე და 100-იანში მოვაწყათ ჩვენი გადაცემა. მოკლედ, მეტად მხიარული რამ წინ გელოდებათ, ჩვენ პირდაპირ გვითხრეს მასთან დაკავშირებით და არ გვინდა ამდენი რთული და ამდენი ასეთი პოლიტიკური პერიპეტიები დატვირთული პორტრეტებიო და ბატონო გავალაითეთ. მე ვფიქრობ, კარგი, სუბუქი გამოგვივა. ახლა პირველი შეკითხვა, რატო ხართ კაკოვიჩები, გაფიცრებთ აი ყველა? რატო ვარ კაკოვიჩები? პირველ რიგში მამაჩემს ქვია კაკო. მე ამიტომ ვარ კაკოვიჩი და გივი იმიტომ არ კაკოვიჩი. ამ კაცი რო ვარ, მე კაკოვიჩი. თან მამაჩემს უყვარ ჩემს ზავით. ესე იგი მეორე შედე, ხო რა. ხო და ანუ კაკოვიჩი იმიტომ რომ ერთ ვიდეოში ერთხელ მქონდა ვახსენეთ ეს სიტყვა. ხო და მე იმდენად აიტაცეს რომ გადავწყვიტეთ რომ მოდი დავარქვათ გვერდს კაკოვიჩი და ავარქვით კაკოვიჩი. ცნობილი სიტყვა იყო კაკოვიჩი. იავედით 68,000-ზე ვარ უკვე. ბიჭებო, რა არის თქვენი აი ახლა როგორ გითხრა, მთავარი საფირმო ნიშანი? ვითაც ხართ? თუნდაც ამ გადაცემის სტუმარი. მე ზევით ასულებავით რეიტინგულ გადაცემებში. ცხვირი და თმები. ხო, თან დაბალი არის. დაბალია და ცხვირი და თმები. საფირმო ნიშანი რა ვიცი, რაღაცნაირ განსხვავებულ სტილს თავაზობ ჩემი აზრით, იმიტომ რომ ცხოვრებისეულა ყველა პოლიტიკის გარდა ხუმრობ ყველაფერზე და რა ვიცი. აი პოლიტიკამ რა დაგიშოთ, პოლიტიკაზე ვიყობთ, თუ ხუმრობაა საქართველოში და რატო ყველა გადაცემაში ეთიკის პოლიტიკა რაღაც ხალხის დაღლილია და მაინც ვერიდებით. თქვენ ჩემ ტყუაზე ხო არა ხართ? მე მგონი კი. არანაირი დადრგუნვა ძვირფასო ტელემაყურებლებო, რა პოლიტიკა, რის პოლიტიკა, ცხოვრება, ყველაზე კაი ფერებით, სადაც არის, იქ უნდა ვიჩინოთ ბედა კაკოვიჩებმა თავი. ამან თმით ამით ცხვრი და მე კეიცით ახარ იცი. არ მოგთმა ხო? ისედაც ჩანს. რა ჩანს? ჩაი დალიეთ ხა?
ცხელია ჩემი ჯერი დაველოდი. კაკოიჩი ერთი კაკოიჩი ორი ასე მოგმართოთ? First second ამბებში. მოკლედ ვიწყებ ჩემო ძვირფასებო, ცხელი ჩაისა და გრილი ბოტანიკური ბაღის ფონზე. დიდი მადლობა მასპინძლობისათვის. მე ვფიქრობ, რომ ხიარული გადაცემა გამოგვივა, იმიტომ რომ ჩიტები მეუბნებიან, რომ კაი გვისმენენ, ჩიტების გვისმენენ ახლა. ჩიტებიც გისმენენ, ჩიტებიც გეპაკლონიკებია. მოწონს. ხო, თავარია მე მოვირთხი ახლა ფეხი და არ გაგიშვერთ აქედან კარგად ხეს განმავლობაში. რაღაცა მინდა რომ არ ჩავიხედო შპარგალკაში ამ პლანშეტში, სადაც მიწერია ხოლმე რუტინად შეკითხვები, მაგრამ მომიწევს ხანდახან მაპატიეთ რა. თქვენ დახატავთ ახლა პორტრეტს ჩარჩოების გარეშე. შევეცდებით და იმდე გამოვიდეთ. ისე სად გიჭერთ ხოლმე ჩარჩოები? გაქვთ ამის სურვილი რომ მითხრათ? ჩარჩოები. რა ვიცი ახლა. წამოსას. ვიდეოების გადაღების დროს გამდათ არ გვაქვს ჩარჩოები, იმიტომ რომ ვცდილობთ რომ რაღაცა ჩარჩო გვაქვს, მაინც უარ გადავხდეთ რაღაც საზღვარს. რამე ან წმაწურია წამოგხდეს. რამე ყველაზე მეტად რა წამოგხსენია თუ წმაწური? და აი ბიჭო არ გვინდა ასეო რაღაც არ შეგიძლებებია. ვიდეოში? ხო. ერთადერთ სიტყვას ხმარობ ხოლმე. შეიძლება ვთქვა? წმაწურად. წმაწურად. უკანალი on სხვანაირი. თქვი. სხვანა თამას ხშირად. დაადებენ ამას პულს. არა, სხვა რაღაცა ეს სხვა კი, on პულს ვადეთავსი. მათაშორის ჩვენს გადაცემაშიც არავის არაფერს ლაგამს არ ადებს პირდად. აი იტუტუნეთ რამდენიც გინდა. მოითხოვს მდგომარეობა. კარგი ბიჭებო, სამი განყოფილება გელოდებათ, მოდი მაინც მიყვეთ ამ სტანდარტს. პირველი არაორდინალური შეკითხვები, შემდეგ გვექნება უკაც პირველი სტანდარტული ბლიცი და მერე იქნება აუცილებლად კრეატიული მიქსი. თაც ხარ თქვენ საერთოდ ამიქსერებულები. მიქსერობთ. მიქსერში. ხვალ გელავთ ცოტა. აბა თუ გელავთ ცივი ჩაიდალიეთ. კარგი განწყობაა ჩემს. ცხელი ჩაიდალიეთ. კაცი და ჩემთან ყველას მოსწონს ასე რომ თქვენ საერთოდ გამონაკლისს. დავიწყოთ, აი. გემრიელია სხვათა შორის. ეს გავსინჯე ზა. გასინჯეთ და დალიეთ, გასინჯო რა. სამი მსარიდან მიყვებით და ბოლომდე დავკ. ასე კონიაკით რო იყოს, სავსე გეწყოდით, გასინჯეთ არ დამითხრეთ თქო, მაგრამ ჩაი მედი გაარა. სულზეც ვთრები, ამიტომ დავლევდი. კაი, პირველი შეკითხვა ასეთია, სტანდარტულ ბლიჩი ფსიქოინტელექტუალური შეკითხვების თელი ნუსხა წამოვიდა. პირველი კაკოიჩ, მეორე კაკოიჩ შეკითხება, ესე რა ქვია, რატომ მოწონს? მე რატომ მოწონს გივი? ო, გივი. ო. კაკოიჩი ორი რატომ მოწონს? იმიტომ რომ ამ ადამიანს შეუძლია გადასცეს ხალხს და გააცინოს და მიიტანოს ყველა ასაკის ადამიანამდე ხუმრობა და რა ვიცი, ასე ვთქვათ, თქვენს ვაფსებთ, ვახსენეთ კიდევაც და აი კაი ბიჭი, სიმპათიურია და მომწონს ძალიან. აბალიკია, მაგრამ რატო არის სულ ამ სიდაბლეზე შენ გადახარ? დაბალი ვარ ვეთ, რაღაც რატო კაცო? თემო ხო არ პატარა და მუშა ხო გინახა? კი, რაც მუშა ვარ. ან თემო ხო მის სხვილზე ხუროს, მე ხურო ჩემს სიმაღლეზე. ადამიანს რაც გაქვს ასე თქვა პატარა მინუსი იმაზე უნდა იყოს. სადაც კაცები ყველაზე მეტად აი როგორც თქვა ბლატაობენ, იქ გასწორებულია ყველა. არა, პრობლემა არის მაგაზე იფიქრებს. მაგაზე ხანდახან ვფიქრობ. იქ ყველა სანასწორი. აი ჩაშეს გარშ გადაცემა და არ გეწყინოთ თუ წამყალმაც ეგეთი ჩარჩო ამოდებული გისანი და ასე. ახლა პირიქით რა, შენ რა მოგწონს პირველ კაკოვიჩში, ხო? მე ანალოგიურს ვიტყვი ამ ნებისმიერი თაობის მაყურებელისთვის ამ თაობისთვის არა ბებია ბაბუის ხალხისთვის ასაკის ხალხის შეუძლია მიიტანოს და ასე ვთქვათ დაუღეჯოს ხუმრობა, გააცინოს ნებისმიერ ასაკის და კაი ბიჭია, მეც მომწონს, მაღალია არა, ასე ვთქვათ ერთმანეთს ვავსებთ და ცხელი ცხვირი აქვს, ხო? ხო, დავადგინე. მე მომწონს, მე შევეჯგურე უკვე, შევეჩვე და ასე ვთქვათ ამბობე დიდია, მაგრამ მე არ ვიჯერებ მაინც. იცი რა ვფიქრე, რა შენი ამის სიმაღლე, შენ და ამის ხვირი ამბობ. ერთმა დაგვიფარა. ზემიდან რა უკვე ჩემი მისიონია ეს. ეს ქონდა ასე ფოტოშოპი გაკეთებული, მაგრამ ძალიან ეგრე. ძალიან ჰიბრიდი გამოვიდა, ხო? კარგი. მოდი მეორე შეკითხვა, ბიჭებო. თქვენეული პასუხები მინდა. ეხლა მინდა კაცრე გადაცემამ რეიტინგი აჭიმოს რა. ხო, აბა ყველა თავის რეიტინგზე ჩალიჩობს და რატომ მე არა მაგალითად. დავიწყოთ ასეთი შეკითხვა. ვინ იყო ჩემო ძვირფასებო ეძგვერაძე ბარნაბა? მომღერალი იყო როგორც მე როგორც ვიცი, საბილი მეცენატი, ხო, ბოტანიკოსი და ბიოლოგი. ხო, წალაკითხი მაქვს მათემატიკაში. ბიზნესმენიც იყო მე როგორც ვიცი და ძალიან კარგი რა საკეთებდა? ბურჩკენს ლაბელო. ვიცი. სიმღერა არ გახსენდება? ეძგვერაძე. შემოვიდნენ წითლები.
ჯოისი ჯოი ხო? თუ არა, Maroon 5. ახლა ჩამოდი Maroon 5. ეცგვერაძე ბარნაბა ეცგვერაძე ბარნაბა ყველა პარტიას ეკუთვნის ეცგვერაძე ბარნაბა ენაზე მოდგა და ენაზე მოდგა ვერთხი. არა ხო ვთქვი სიმღერას და ხომ შენ გათქმული გააქვს. კაი, შემდეგი შეკითხვა. თემოს ძა. მე შემიძლია დაგეთავ მოდი ძა. ეს დაგეთავ. მოდი შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. ბიჭებო, თქვენის ნებართვით, აი რას ფიქრობთ, რას ფიქრობენ, რას ლაპარაკობენ თქვენზე, როცა იქ არ ახართ? რა ვიცი, როცა იქ არა ვარ. Facebook-ის სავარაუდოდ კაი სიტყვის ზოგი ცუდ სიტყვის. მაგრამ საერთოდ ასეა. მაინც მედერაზე გაქვთ ეჭვი. ეჭვი არა გვაქვს, იმიტომ რომ ხალხთან გვაქვს უშუალო კონტაქტი. ვის არევასებით? აი, შემოდა გითხრათ რა. დებიაჩს. ეგრეჩივს ავასვით თვებისგან. რატო გაქვთ ეს თმებზე ასეთი გართულება? მოდურით მე ჩემ შულსაც ესე აქვს თმები, ხო ცოტა მაღალია შენზე. არა უხდება რა, ჩემს უხდება. მე მოყოს ექსტრა ვაგანტული. სექსოდინამიური ხარ რა. სექსოდინამიური რამდენად სექსუალის დინამიურია. დინამიური ხარ, მითო ხარ სექსო. არა ვხე. რას ვიტყვით ესე იგი რა? როგორ არის ეს გეტყვით ახლა ანუ Facebook-ის კომენტარები ძალიან ბევრი კომენტარი როცა არის ყოველთვის კითხულობთ და ანუ ძალიან ბევრი დადებითი მოდის და ამიტომაც ვაკეთებ ამ საქმეს და ალბათ იქნება ისეთი ადამიანები რომლებიც არ მოწონთ და არც ისეთი ძება ვინც პირში ამასებად ვაქებს გვადიდებს და ზუგს უკან აი ბიჭებო რა მაინტერესებს იცი? აი ყველაზე დიდი დამსახურება რომელთაც თქვენ მოხიბლავთ საკუთარ თავს და მერე მაყურებელს ანუ სადაა შორსა ახლოსა რა გინდათ ყველაზე მეტად ეხა რა? რავი ჩვენ რაც გვინდა იმას მივახციეთ რომ ხალხს ასეთ ვისა რასაც ვაკეთებთ მოწონთ და ეს არის ჩვენი ძალიან თქვენ გიცნობენ საზღვარგარეთაც? ქართველები. ამდენი წერს უცხოეთიდან და აქედან მოვიკითხავ ვისაგებებ ამ შემთხვევით ოჯახებით წევატონ და რას გწერენ რა რას პროსიტა ბებია ბების ხის ხალხის პრას ბიჭოს გამომწოსო მოცტოლა ხალხსაც მოწერა ძალიან დიდი მადლობა აკრა ისინი ყავთ თაყვანისმცემლები კი რას კუჩე იმიტომ რომ ფოტოებში კარგი ჩამოვარდა მე რო ვნახავ მე აღარ ამყავს მაგრამ თავიდან მყავს სანამ ასე ფოტოშოპში ისორებს ხვირს იგი ეს მიმაღლებს მოხდება რა ანუ მე ძირითადად ამის ზემოთვიდე ფოტო სულ არ ჩამო მე ცეცხლად ყავს აჰა შეყარებულებ ყავთ არა არც ვერ პროიკო ყავდა მაგრამ სათევიდე რა ფრინდნენ ასე რომ თქვა კაპტო აუ გაფრენ არა კაი სიტყვა დაატიეთ დედამიწა ესე ჯერ აცადეთ რა. კაი, ახლა შედეგი შეკითხვა გვაქვს ამასობაში, რაღაცა ზიარად ვაკეთებთ ამ პასუხებს და მე მგონი კარგად ვართ თავს. აი, რატო ვერ იკავებს კედელი ცერცს? შეაღარე კედელს ცერცს. რატო ვერ იკავებს? კედელი ცერცს სულ ნაგებობა. მე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობ და დასკვნა გამოდანილი. თუ კედელს დავაყენეთ ასე და მაშინ გაჩეკ. მეს და ვეთახავ, იმიტომ უნდა დავანგრიოთ კედელი. ანუ ყველა ვეცადოთ და დაწოლილ კედელზე დავყაროთ ცერცს. და შედება ჩემია. ხო. კარგი იდეა ხოთა შორის. კედელს რომ ვიყავთ. რომელი კედელის მტერი უნდა იყოს ხა? დღეს მაგასთან მივდივართ, მაგას ახლა დავანგრიოთ ხო? მაგას მაგასთან მივდივართ, საქმე კედელზე ვიმუშავოთ ამას. როგორ ქვია მზიდი კედელის სულტივე? ხო. ესე იგი ამშენებელი რა. ხო, ესე იგი მაინც თქვენთან როგორაა მაგ საქმე არა იმის გადატანილი შეიძლება ხო აქვს ამაზე. შეაყარე კედელს ცერცი რო იტყვიან აფერა. რავი, ანუ შეაყარე ცერცები, ანუ არ ესმის, რასაც ვეუბნები ასე. ესე თქვენ ახლა დაგვეზული კედელი. არა კაცო. ჩვენო წაგუზული. ანუ ასე რაღაც საშუალო. ხო, ხოლმე უშევ ცერცს. ესე რა და დონეზე. კარგი, მოდი შემდეგ შეკითხვა. აი, როგორ ფიქრობთ, რის სიმბოლოდ გამოდგებოდით? აი, კაკოვიჩები რაღაცის სიმბოლოდ, ან ძეგლი დაგედგან, ან მემორიალური დაფა, ან ბარელიები. აი, რა გინდათ ამ ქალაქში დატოვოთ? სიმბოლიკა. ისი სახე იქნებოდი, მე მაგალითად დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი, ან შოკოლადის, ან ტორტის სახე. რატო ისეთი არა, შეიძლება არ გავაყენოს. როგორ საიმიჯო ფოტოს გადაიღებ და მაგალითად შედახა ტორტის სახე. მე ვიჩნებოდი ბოდიში ჩაგეჭარი მე ვიქნებოდი გადაცემა არის ასეთი თუ იცით პროფილი ქვია იმის თავარი სახე ეს პროფილში გადავდებოდი და თავარ ფოტოსზე მე მგონი კარგი იდეა ვიქნებოდი ცხოველი ნევსიკლაპია ხო ჩიტაძიროს შეიძლება ხო აჰა ეს სიმბოლური დაინაწილეთ ხო კარგი დაინაწილეთ და თქვენი იყოს აი ახლა ჩვენ კინემატოგრაფიასაც შევეხებით და თუ გაგახსენდება რომელი სოფლიდან იყო ეძგურაძე ბარნაბა არა მაგი კრიტეფორემ გალობლიშვილი და ასევე ბრეგვაძე ერთაოს ზუყნური მე მგონი რომელი იყო ზუყნური და ერთაოს ბრეგვაძე ერთაოსი იყო ზუყნური აბამ გალობლიშვილი
Ქრისტოფორე ქრისტოფორემ გალობიშვილი რომელსოფლანევა ქრისტოფორე დარბაზის დახმარება რო იყო და დარბაზი დუმს მე მგონი გააქვთ პასუხი თბილისი არის ახსენები იყო ხელი ჩამორთეს და გაეცნეს ოფიციალურად როგორ არის ყოფა ხა მე ხარ დავწვევდი გაბრიაძეს ხა მე შეუსწორებ რამე ზუყლური მახსოვს კაი სახელი იყო მეორე ერთავს ბრეგვაძე ზუყლურიდან ეს ნიკავაძე პარცალაღანებით ხო პარცალაღანებით დამადა დაზარჩი კაი შემდეგი ამბარე თქვენი პროფესია რომ უნდა ყოფილიყოს მეღვინე აი როგორ ღვინოს გააკეთებ როგორ ბოთლებს არ გვინოს ვერაზროს ვერ იქნება მეღვინე იქნება ბაბუაჩემის შვილი იქნება მეღვინე იმიტომ რომ ბაბუა მიცის კარგად ბაბუა თავიდანებე კაცო ბაბუა მიცის შენ მინდა ხა მეღვინე გახდე უცებ არ ვიხდებოდი მე მათროს მალე წარმოიდგინე ახლა შენ არ კარგი მეღვინე ვიქნებოდი შავღვინოს ჩამოვასხამდი ალუბლებს აბანავებდი დამეძახებდა და გამოვიყენე მეგობრებში შენს გამოუწურულყვი ნესტოს რომ ისეთი ნესტო რომ მე ხო წვერი ნესტო ასე ხო და მოგოზე ჩემ ხო და ჩემთან დაკავშირებული იქნება მე თუ გავაკეთებ პირად ხო შენ სხვის ფორმის ყანწი მაინც დაახატე შენ ყანწი არის ბევრი არის ყანწი ჩემი მოყვანილობი ციგე შავი ღვინო ნესტო ხო და როგორ ბოთლს ჩაასხამდი ნესტო ნესტოს შენ მე ვიქნებოდი ბოთლი პატარა ვარ და მე რაც შემეძლებოდა დავლებდი ჩემი ფორმის ბოთლები იქნებოდა რა მივეხმარებოდი პატარა ბოთლები მაგალითად რაშკა ბოთლები ხო დოქი შენც ასეთ სახელს აქმნები კაცო რაღაც ინდივიდუალური ხარი კი ხარ ესა ჩემი ეს ნესტო ჩემი მე არ პრიჩო ამ პრიჩოს გასკია რაღაცა ირიკოზი ნიკოსი არა რაც კი ნიკოსი კაი სახელი პრიჩოს გასდავარ პრიჩოს კარგი შენაკ შეკითხვაზე თუ გადადიხართ მითხარით ეხლა და მითხარით თქვენი საყვარელი სათამაშო რა იყო ბავშვობაში ჩემი საყვარელი სათამაშო რა იყო ბავშვობაში თუ არ გამოსულ ჩემ მეზობელს თამაშობდი ბავშვობაში მე არაფერი რავი და ჯამტრები ყველანაირი პასუხი გამიგონია ჩემ მეზობელი იყო და ისე რა ბიჭი გოგო ბიჭი იყო და ჩემი თორა იყო და ხან მე უტყავდი ხან ეს მიტყავდა და რაღაცა ხალისობით სათამაშო რა გქონდა მაშინ არა კი გქონდა არ ყიდულობდნენ თუ რა გადაჭირეს მეგობრს სათამაშო ანუ ძალიან ბევრი სათამაშო ქონდა მაგრამ აი როგორც მომიტანებდა ეგრევე ჩაკუჭი და ბრახ ერთხელ მამაჩემსაც მოვარტყი მოდი სათამაშო მეგონა და ახო მარშ აქ მოვარტყი და მე მე მამა როგორა მამა კარგად მე ცოტა ვიყავი მაგრამ ხე გამოკეთი ეხა კარგად მამა რო არ იყოს ეხა ჩვენ გვერდიც არ გვექნებოდა სახელებად ეხა კარგად ოფიციალი იქნება შენ კაკოვიჩ თვა ხო მე კაკო მამაჩემ კაკო ქვია კაკო შენ სათამაშო რა იყო ახლა მითხა შენ თავი თამაშობდი ჩემი თავი შენ მეზობელი არ თქვა რაღაცა განსხვავებული ახლა მე ძირითადად ჩემი სათამაშო იყო ბაბუაჩემს თავი მე არა და სპარტაკი კაი ხმა ქონა ამარ გილას არა კარაფერი ასე მუსყავდი ხოლმე ხმაის წარმოიდგინე ესა ბაბუაშენს თავი და უკან ასურკრავდი ასე პას პატარა ვარ თავი და უტყაპონები და უათითი ხატა თავი აი ვითამაშეთ ხო ბავშვებო ახლა შემდეგი შეკითხვა შემდეგი შტრიხია სუფერული შტრიხებია ჯერჯერობით აი რამდენი დღით ადრეა ეშმაკსა ქალი დაბადებული მე ეგეთ გონი ჯერ ქალი არა მე ეშმაკი მე მგონი ამიცია ზოფიკრო აი მე მგონი ორივე დღესა დამადლო ტყუპები არის ახლა მითხარ რეიზა და ზოფიკროთ მაგას ანუ ქალები რა მაცდურები რაღაცნაირი კი შარმულები რაღაცა მაგრამ მაინც მაცდურები არიან როდის გასწუნა პირველად ქალმა ბუდიში რატო არა ქალმა მაცდურ როგორც ასეთი რამხრივ გააჩი ნებისმიერი მხრივ შეიძლება ეს ყველაფერი ახლა რა ვიცი რა თუნდაც ვიყავი და ესე იგი თუნება სექსუალურ თუნებაზე ლაპარაკო გააჩი როგორც მომენებ და მე შენ მითხარი შენად ჩათვალეს თუნება შენა კამპედი დაგანახა და არ გაჭამა რა ვიცი აბა მასე ბავშვობაში ხო ბოროტი ქალი იყო ერთი ხო სხვა საჭმელო მე არ მაჭა შენ 15 წელს ვიყავ ის არის ყო ბოროტი ქალი მეც გაცა კამპედი კი ძალიან კარგი კეთილი ქალი იყო მოვიკითხავ კეთილ პადლოს გადავხდი რა ვიცი რა კამპედი გაჭა არა ამბო არ იყო მაშინ არ მახსოვს სახელი ზუსტად სახელი ლუგა ანუ და ყვილებზე მიწებება ის არა კაცო არა ისე სპეციალურად იყო კაცო მიწებებულა საერთოდ
კარი კალკოტი იყო რა ვიცი. არა ვარ ყოფილო. ხო. დაგვაჩერდა. მე სერიოზულად გაცნობ ლაშოს. მე მაცდუნა ქალმა 86 წელს სოჩაში. სოჩაში ნაგო. დაბადებული იყო გაფიცე. ავადებული 94-ში დავიდა. 94-ში. აი მამა შენუსტურებია კონკრეტულად. არა ხეს. ხო, არ მე და მამა ჩემი ერთად ვიყავით. ერთად ვიყავით. შესაძლოა ამ დროს. მამა წამიღო. ანუ წამიღო, მამა წამიღო. აი. თან გადაარევ ფუთაში. თან გადაარევ. პატარა ფუთი და. ცოტა ეხა კი, პატარა კი არა. გერდები კი მეთქინა. ხანი კი მე ხარ. არა უშო. თავარებს სოჩაში ჩასული. სოჩა განახია, კაცავა. აი, დანაჩის აქში. გროზნოში? ვიყავ. ძალიან კარგი. არა, გზავრი დამხლიდა ძაც. აი, მე ხუთი. არა, უშ. შურითაც ფარს კვდებოდი. არა? არა, შუიანი. აი მე кайიყო. ოჯა. მოდი ხა მოსვათ კაცო არ შემიძლია მე. ამდენმა სიცილმა მე პიცორის გადაკეთვა იცის. ძალიან კარგი ჩაია სხვათაშორში. კი, კი. ბავშვებო, ეხა შენები შეკითხვა გვაქვს ასეთი რა ვხატავთ და ხვატავთ ეხა ჩვენ სულელური შეკითხვის დრო დადგა თუ არის ფიქრობთ ეხა რომელი იყო ჭკვიანურიო ადერო დამისვითო მაგრამ რაღაცა მე მგონი ჩაცრულელოს გისვამთ ეხა ხო? ხო გისმენთ. აი რატომ არ ხდიან უფრო საინტერესოს ყინულის ჰოკეის თამაშს და არ იყენებენ თეთრ შაიბას? შავი ხომ მკვდრის ფერია და ჩემი აზრით თამაშს არ შემატეს უფრო მეტი რაღაცა დაძაბულობა ჩემი აზრით. თეთრი კარგი ნათელი. აი საწყამია შავი. ჩემი აზრით თეთრი უფრო მჩატე. ხო თეთრი ჯობია, და ფერია კარგი ჩემი აზრით. აი მე გეტყვით ახლა. სადახა თეთრი მოხდა მტერს. თუმცა დააყოლა. სად შავი რომ მოქევა და მე მაინც თეთრ უჭერ ხარ. ხო შავი. თეთრ უჭერ ხარ, რაღაცნაირი კარგი ფერია. შავი რაღაცნაირი ფერია. აი ეგეთი თამაში არის ბილიარდი და შავებს არ უტყამერო თუ მუცები. შავი. მეგონი არა. ბილიარდს არ ძალიან კარგი. არა? ტურნა ნათელი ფერები თუ აქვს ძალიან კარგი მივესალმები ბილიარდის დამარცხებით. შენს ფერადები არ მოგწონს გონი. ფერადი მოწონს, პირიქით თეთრი ხო რაღაცნაირი ესეთი. მე ვუყავ თუ მოგწონს. კი, ფერადათა ვარ ნახე. შავი არა. ცხოვრების რაღაც ფერადი ვიჭი. ხო, ფერადი ცხოვრება მომწონს ზოგადად. მაგალითად რა არის თქვენი ფერადი ცხოვრების მთავარი ფერი? ფერადის გართობა ალბათ პირველ რიგში რაღაცნაირი ხალისიანი ცხოვრება და რთულ მომენტებშიც ასე თუ ისე. შენ რა ფერი ხარ? წვანე? შეიძლება 7 ხარ, ინტერესი 7 ხო? ხო, 7 ადამიანი. და საიდან გამოჩვევეს შენი სიმშვიდე? რომ ძინავს ხმას ავიღებ, არას დროს ესე იგი. ესაცო ფაქტორი ხვილი, სიტუაცია. არა, ზოგადად მართლა, ავი რაღაცნაირად. შენ რა ფერი ხარ? რა მაგაზინში არ დაფიქრები. ახლა უნდა დაფიქრდე. თეთრი. თეთრი. თეთრი ხარ? შაიბასავე? ის ხო რაღაც ხვამათებს თეთრი და მე არაზუს ამძინავს. მართლაც ძინა? არა, დღესაც 7-7 და ახლა ძინავს? არა ხო ზამფრიზლად და ჩაიდავლე და ცოტა სხვა გამოსახულებრივი საშუალება არ იყო აირგლი? კი ჩაიენჯოი. აი შემდეგი შეკითხვაზე გადავდივართ და ადამიანი რომელსაც სიამოვნებით გააწნავდეთ სილას ვინ არის? დონ ხუან დე ლა ვეგა რა ვინ სიამოვნებით სილას ვის გავაწმიდი? ხო. სიამოვნებით ვის გავაწმიდი სილას. იფიქრეთ ერთად. ოღონ ერთად არა, სასაკერო გლეგები. ისი გალახვა მინდა ხარ, რა დაფიქრდე ასე ვინ? ამდენი ხარი არა გაფიქრე, არავის არ უწყებინებია. რა ხართ ესეთი შახო გიხარ, შვიდი ვარ. ანგელოზები, ნუ გაგავი. მაგაზე მართლა სილას ვის გავაწმიდი? შეიძლება მე არავის. მე არავის, მე ხომ შვიდი ვარ. ეს ვის გინდა, ვის გონია რომ გალახვა. მე მაგალითად უბანგონი ამერიკის პრეზიდენტი სახელმწიფო უკვე ეს სტრატეგია და იყო ისტორიაში შეხვიდე? რა ასე იმშავკაც. ხო, მაშინ კი წაბატია რაღაცამარა. მაინც. როგორ ჩამოყალიბდი? მე არა, მე ძალიან შვიდი ვარ და არავის არ გავაცნობდი გენაცვლე. აბა ვის მოეფერებოდი? მოეფერებოდი. 86 JCJ's. ძალიან მოწონს. მე ისე ბარაკ ობამას. სილა ხო გააზარა, ალბათ ეწყილება იმას, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტია, აი, ამოუ თავში. მე JCJ არის ჩემი რაღაც ძალიან დიდი სიმღერის ალბათ დიდი სამონეთ მოეფერება. კარგია. როგორ მოეფერება? გენიალური. თითქოს მარწყვის ტორტი. კოკოს მაგა მოყოლი. შეჭამდი. მაგ ჩორა შეჭამდი. მეულა თემომიცის მეთქილეო როგორც მოვა. ედა. არ გიჯეჯგოს. არა.
ძალიან არ გადაგატკბილოს. კაი, ეგ შემდეგი შეკითხვის რა დადგა? სიტყვა იმერეთზე რა ასოციაცია გეღწრება? აი, ჩამოყარეთ. ხო, პირველ რიგში იუმორი, სითფო, მე პირადად სითფო. სტუმართმოყვარეობა, სითფო, იუმორი. ყველაფერი დადებითი. თბილი ხალხია. რა გვაქვს იმერლებს კაი ტიპური? კაი ტიპური? რა იმერეთს უნდა ყველაფერი გვაქვს ჩემი აზრით. რა უნდათ იმერეთს მაშინ ასე მოგიდგე. როგორიც ვართ, როგორ კარგები ვართ. როგორები? ზოგადად ყველასა თავი ჩასახუტებელი ხალხი. კარგი ხალხი ვარ ჩემი. ეს ორივე იმერლები ხართ, ხო? ჩამოთრეულები ქუთაისელი ფარცხანა. ჩამოთრეულები. მე ჩამოთრეული ვარ, რა? კი, მე საქართველოს დედაქალაქი. იმერეთში ხო არა ხარ ჩამოთრეული? იმერეთში არა კაც. შენ? მე დედაქალაქი ხონდა. ის დედაქალაქი იმერეთი? ხონი დედაქალაქი. ხო, საქართველოს ხონიდა. მე გითხე, ხონი ყველაზე აქტიური მაყურებელი ყავს. ტაშ დაუკარით, მე მოგწევ. ფარცხანაღანებში არ ყავს მაყურებლები, მეც რომ მოვიკითხო. რა ვიცი, მაგ შემდეგ ეცემა. გოჩი? ხო. ჩემი ზოველი გოჩის მოვიკითხო. რა თამაშობდი? ხო. არა, ის გაიზარდა რა. მე ტელევიზორს არ უყურებს, რა გაიზარდა? კომპიუტერი უყურს, თუმცა YouTube-ზე უყურებს. თვისება რომელსაც ვერ იტანთ რა არის თქვენში? თვისება რომელსაც ვერ ვიტან ჩემში. მე მაგალითად ფსიქი ვარ ძა. მე რა გათვინიერებს? ვინ გათვინიერებს? მე დავფიქრებ, მე წმარდები. ისე რაღაცა იმოში რამე რაღაცებთან თემომაციის ან როგორ რა ფსიქწევი? ეს გელელი თავი ზოგადად ვინმეს ახლა რაღაცა ინიშნები გაფიქრე? იგზნოთ.ანი ჩაი დავამშვიდებს რაღაცა. ხო, ისე გიცემი ადამიანი? კი, ან ჩემი ფიზიკურობისგან გამომდინარე, თამამაჩემდე ძლია. თემო იმეს გამოვიდა. გაგგიცემი? ხალი იყო და კი, ჩვეულებრივ სხვა უნდა გაილახდა, მე გამნახე ჯანდაბასკო და ეს ხო კეთილი. ხო, მე მოვიარი. ხო, და მე იმის კეთილი. შენ? მე ძალიან არ მოწონს, ჩემში მოვიარი ვარ და ეს არ მოწონს. აბა ძერს კიგინდა ეტყო. არა, ძერს კიგინდა, ანუ ზოგჯერ რაღა ცალზე ვიკავებ თავს, ანუ შეიძლება რომ უფრო წარედ დაცე პასუხი, მაგრამ ვიკავებ თავს და აი რაღაცნაირად არ მომწონს. კარგი, ხარც ხანსელდიანები, ხანჩქეფარეები, ხანს მოხიარულები, ხანს დავანთ რა ვაფერო. ასე ხართ ასეთი ორი ბოში, კაი. კაი, შემდეგ შეკითხვა. წინაცხოვრებაში ვინ იყავით კაკოვიჩებო? მე ვიყავი ტაშტი. წინა ცხოვრებაში? კაკოვიჩებო, იცი? ცე მოვაფიქრე. მე რომ ბედი მქონებოდა, ვიქნებოდი ტაში. შერო ფეხზე დაიბანდი, შეხედავდი, რა თქმა უნდა. ასე არის. ესე იგი მაინც კაი პონჩი ვიქნება. მაინც კაი პონჩი. შენ მაგარ პონჩი. მე ვიყავი ჩოგანი. ჩოგანი სადაც დამდებდა. ჩოგანი ეხლაც არის რა. ხო, ეს ჩოგას ერთი დაუშვესა ხომს გააკეთებ, ელარჯის გააკეთებ. ტაშტი. აი, ტაშტი ამდენ ხალხს ევსახურებ. ასლაბალა. მე რა გინდა? ტაშტი რა მომხლა ფუნქციას ხო, ატარებს. ჩემაზე ტაშტი უფრო კარგია. ფეხებს ჩააღრევი ჩემზე და ჩოგანი უფრო კარგი. წნევა აქ ტაშტი. სუნი აქ ტაშტი და ყველაფერი ტაშტი. სუდათ ხარ ბევრდალი ტაშტი. კი ბატონო, ყველაფერი ტაშტზე მიდის. ჩოგანი სადაირა. სპერი ხარ ყველაზე მეტად. ტაშტი, ჩქარა, ტაშტი. არ მიყვირია ჯე. ჩანჩქეროს წინა. ჩანჩქერ ძირითადად მე რო ასტრენ გაზარება ვიცი. მე არ მქონია. დამდესავთ ბიჭებო. მე ეს ყოველთვის მომდგენია სუფრაზე რა მე იქნება. ყოველთვის მეხმურებიან თემას სხვათაშორ ძალიან ცოტავს. არა, იტყვე. ძალიან მალე ვთრები და მეხმურებიან ამაზე და არც მიყვარს ზოგადად ძალიან. დამდესდალო, აი მაგალითად იმ შენს ერთს თაულა ჭიქა, ჭიქა? 4-5-6-იც შეიძლება. გაიცი როგორ წავალ, ხო იტყვიან როგორ წავალ. როგორ წავალ, ზოგადად ისე სვავთ ინდონეზიაზე რო კარგი. თამადობის ამბავში როგორი ხართ? მე არა, მაგრამ მამა ჩემი არის მაგარი თამადა და შენ რატო არა. პორტრეტს ვხატავთ მე ახლა? რაღაცა მოფახა რა, მე რატო არა ვარ თამადა ამას ვფიქრობ. ხო. გენები ხო არია და კი მე მგონი რაღაცა ხდება. როგორი ნაშულები ხარ. მე მგონი, იმიტომ რომ მე რაღაცა ხო, არა მაქვს ამისი ეში. მამასთან რა მსგავსება გაქვს ყველაზე მეტ რომ ცხვირი და ჩემი არის ხასიათი. აი, ახლა აი ესე რომ დადგეს ხის წესრიგში, რაღაცამ გითხას, აი გაგიკეთებ უფულოთო ოპერაციას ცხვირისას და მაგარი კაი ტიპი იქნებინა, ნეკერმანის ბიჭიო რა. არა, იმიტომ რომ მე ის თემო არ იქნება. მე მიჩემია კაკოს ბიჭი ვიყო და ასეთი მქონდა და ნიკერმანი. ნაპალასტიკური ოპერაცია. როგორც ასეთი ხუმრო თორე რაღაცნაირად მომწონს მაინც ჩემი ცხვი და მეხმარება ჩემს საქმეს. ჩვენი ის რა იმიჯი. ხო, ასე ვთქვი. ხები სიგარი. შენი საფირმე საზღვრებზელო რა არის? საყვარელი საფრთხილო ანუ საყვარელი საფრთხილო. მარტო შენ რო ამბობ დედამიწაზე. მარტოს მე რო ამბობ ეგეც და ხო და ყველა საქმეც მაგეთ. საყვარელი საფრთხილო მაქვს. დიდი საფრთხილო მაქვს, საყვარელი აუ საფრთხილო. გალია რა.
ხა მაინცა. დედი შენი ჯიშკარი, მოდი მივღეროთ. რა ვეღარ ვიცანი, საყვარელო ჩემო დედი. მე აკომპანიმენტი მე მგონი მე უნდა ავწიო. ხო. შო, აგე. მე ტექსტი ხარო გააგზავნოს ავტირდებით ის სიმღერის. ან ავტირდებით ან ჩემ რატო ვერ მღერ, ვერ ღერ თუ არ ვერ. ხმა. ერთი სიმღერა ვიცი ჩემ სოფელს. ხო, მიდიო. ხო, ო, ფარცხანაკა ნებო ჩემი ოცნებების საოცარო გზებო ო, პარცხანაკა ნებო ჩემი ოცნებების საოცარო გზებო აი ძალიან კარგი სიმღერა ახლა მოვაშინე ჭიეში ვაპირებ გავხსნა არ გამახსოვდა. კარგი, შემდეგ შეკითხვა. ვინ დაასახელებს ყველაზე მეტ ქვეყანას, რომელიც რუსეთს ესაზღვრება? შეგაჯიბრებთ ახლა, დაიწყე. შენ დაიწყე არა ეს დესწავლო ხო დაიწყე. შენ ასე სწავლო სამშობლო. ხო ასე სწავლო შენ ქუთაისში ვსწავლო მეც კურსელები ვარ კურსელები ვარ ხო ხარ შეაწყვეტ დირექტორმა სტემებლები. აი დავიწყებ იმიტომ რომ ეჩქარა. თურქეთი სომხეთი არა, ჯერ ერთი. თურქეთი სომხეთი აზერბაიჯანი საქართველო გაგევია ხა ეგ. ჩემი გეოგრაფიის მასწავლებელი და რა შეიძლება გაგევი ქეთ ხა ჩრდილოეთით. პორტუგალია დებილო ბრაზილია ოფ საფრანგეთი მომიგო მეტი ხა უკრაინა. მაგასობოდი მეც ყირგიზეთი არა. აქეთ, აკევი ზემოთ. აზერბაიჯანი თქვი ერთხელ. მათხოჯი თუ მათხოჯი ხონსე წაგე, მათხოჯი. ყველა ჩამოთვალა ყველა ჩამოთვლი ეგ დარჩა ქვეყნები ზემოთ. ბალტიისპირეთი დარჩა, ბელორუსი დარჩა, აქეთ კიდე ყაზახეთი დარჩა და კაი ლატვია ხო ბალტიისპირეთი ეს რო იცოდე. თამაში გეთქვა ამდენ რამეს გაიგებთ აზოც ხარ და ბოტანიკურ ბაღში რა. მასე გარემო ესეთის აქ სიმღერა რა ბოტანიკურ ბაღზე? არ ვიცი ჩვენ ძირითადად სიგუჩი გუჩანდა ბაღი ბოტანიკურ. მაგი არა მე ბოტანიკურ სვარამეზია ბოტანიკურ არა დაწყება მომწონს კაი, ახლა შემდეგი შეკითხვა, ბოლოს წინა შეკითხვა და სტანდარტული მთავრდება. და აი სექსუალურობის კოეფიციენტს ვაჯამებთ. 10-დან რამდენს მიცემდი შენს თავს სექსუალურობაში? სამისაბუთე თან. აუ ახლა როცა საკეში ვიყურები ჩემი ფიზიკურობისგან გამომდინარე ერთსაც არ ვიცით. მაგრამ გააჩნია ახლა საქმეში დავამტკიცებ რომ მართლაც ვერ დაგიწერს ახლა სამთაში. ხო ეგა ჩემ თავს მე დავუწეროთ. ახლა რა მე ვიცი მე რამდენი თქვი ჩეს 10-დან 9 10-დან 9 თავის ქებავ ყავს რა ერთი ხა აი ერთი რა დაგაშლება და 7 და -3 არა ვარ კაიო მე 29 შატა არა კაცო 29 საკმაოდ ციფრია ანუ სექსუალურობაზე ხო იყოს 5 არც იქით არ წაკეთ ხო 5 თანამედროვე ვიზუალურობით როგორი კობიჭი ხარ სექსუალურობის ასა გოგოებს ასეთი ტიპები ლამბერ კეხსუალი კეხსუალი სექსუალურია ხო ლამბერი და ბოლოს ხა როცა ამ შეკითხვებს გისვამდით როგორი ხდება პასუხების დროს რაზე ფიქრობდით არაფერს რაც მომადგურება ისე იმას მომდ ნუ ყოველში იმას რაც მომადგურება აი კაცო შეიძლება იუმორისტული პასუხი გამეცა მე როგორ გამოგივიდეთ რა ფერების ელოდება ახლა თქვენი პოზა ჯეჯერობით ფერი არცეც არა ცოტა ფერადისკენ მიდის შენ აუ დილას გაბეცა და როგორ პოზაში ხართ ახლა ხო იხატებით ახლა რა ტიპები ხართ არა სურათი იქ ხა ვიხატებით სევი ხო აშობი იმ სურათში რა იბა დამოჯგებული თქვენი საყვარელი პოზა სექსუალური არა ისე არა სექსუალური სიმართლე გითხრა ერთმანეთის პოზები ვიცით საყვარელი პოზები რაც გვაქვს რას დავარაოგას ვიცით შეგაც პარემ თქვა თემო მოაღიაროთ ყველაფერი არა საყვარელი პოზა ამაზე ვიცი
არ დაუღვა? ასე დააქვაწის გვირა. დალი გით ამას რომ არაფერ ჩაიდა და ფიჭა. მე ჩაუყარე, სად არის რომ ჩაუყარე? შეცხვარ ჩაგიყაროთ ვერ. აი ჯეჯო. ძირფასო ტელეფონურებლებო ჩვენ უფერული პორტრეტს ხوار შეგაჩეჩებთ ახლა კაკოვიჩებისაც ძალიან მალე დაბრუნდებით და გვექნება სრული ეს პორტრეტი უფრო ფერადებით ნახოთ. შემდეგ ბლოგში დაგველოდეთ. არ გადაერთოთ. გადაცემა წარმოგიდგენ მრავალპროფილიანი კლინიკა ბომონდე. ჩვენი მისამართია ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა ნომერი 15, ტელეფონი 0431 29 34 54. ჩვენ ისე დავბრუნდით ეთერში, გადაცემა ჩუხჩუხებს სახელწოდებით პორტრეტი ჩარჩოს გარეშე. აუ, ახლა რეკლამა გამიკეთეთ კენაზე, იცოდით ეს რა არის? თქვენი ჩარჩოები რა ფორმის არის? გააქვთ ეხა და არ დამიწყოთ რაღაცა ამასთან დაკავშირებით. ყველას აქვს ეს ჩარჩო და რა. როგორია შენი ჩარჩო? კინა, ბეტონია? ლატუნი. ჩემი ჩარჩო მაგას იხსნება იტეც. იხსნება იტეც. ახლა ხარ ჩარჩოში? ახლა კი. ხა. არ მინდა რა. უნდა ეგ უნდა ებრძოლოთ ეხა ამ ყველაფერს. კაი, მოდი ეგეთი შეკითხვა მაქვს ეხა თქვენთან. აი დღეს იყო რა დღეს არის ეროვნული სამოსის დღე რა. თქვენი ნება რო იყოს, კანონმდებლები რო იყოთ ამ ფორმატში, როგორ დასაცმელიც უნდა იარონ სავალდებულოს გახდიდით სიარულს. მე რო ვიყო კანონმდებელი, სავალდებულოს არ გავხდიდი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი აზრი აქვს და ჩემი აზრით მის მიხედვით უნდა ჩაიწერო. არა გეხოცები რა, უნდა ეროვნული სასწავლებელი. ნუ ერთი დღე არა ფორმები, უნიფორმები, ქართველებს უნიფორმები, ქართველებს. არა, ხო, რამდენიმე ქვეყანას. ეროვნული სამოსის დღე ერთი დღე რო აცვიათ ეროვნულ ჩვენს რატომაც არ. კვირაში ერთი დღე. ხო, მე მეგონა სულ. არა, ერთი დღე. არა, მაგალითად შაბათი უნდა გამოხვიდე მე ჩოხი. ძალიან მიყვარს მოცეკვავ ვიყავი 6 წელი და ძალიან უყურებდა. ხო, უყურებდა. რას უყურებდა? ცეკვას. ეთქვა კაცო გარი მოცეკვავ ვიყავ. რას ეკვალ ზირთადად მაინც? რა იყო შენი დღე? ყველა შეზეთხოდე? შავგვრემანებს შავი ჩოხა დაგჩვენდება? ეს მაგას არ იყო. არა? და ვიცეკვავდი 6 წელი ვცეკვავდი, ყველა ცეკვავდი შალახო იქნებოდა მთიულური. არა, მე რო გავიდა და დაამწყდა. ხო, მე ფეხი. ახლა ყველაზე მეტად ილეთი რომელიც გახსოვს? ასა. შენი სული რომელ ცეკვაშია? ეს მახსოვს. შალახოს ასეთი. ასეთი, მაგრამ არ მიყვარდა პროფილი მიჩანდა და ყოველთვის ასე ვაკეთებდი. მე ხო ფარავდი. ხო, მაინც. მე აქეთაც ფარავდი. თოშმა ვერ გამოაპარებ ამას რომ უყურ. აბა შენ მე ცეკვავდი სხვათა შორის, როგორ 10 წელი. ამას სერიოზულად ვაგებ და მე მოყვა ფეხი 2 ადგილას და მე ისევე სახში ვიყავ და მე შემეზარა უკვე სიადული რეპეტიციები და გავანებდი თავი აღარ ცეკვავ. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველოს ყველაზე მეტად რომელ ცეკვას გავს? საქართველოს ყველაზე მეტად რომელ ცეკვას გავს? საქართველოს სული ყველა ცეკვაში იქნება. ყველაში როგორ ახლა გაცოს? ბრძოლის სული ქართველები. ჩემი აზრით ყველა კუთხეს თავისი ცეკვა, მაგალითად ხევსურეთს რაღაცა ხლები რაღაც ყვაღი ხალა. არა, ერთი ცეკვა სადაც გაერთიანებულია ჩვენი სულისკვეთება. ქართული რაღაც ფიალები ეს ხო. რომელია? აფხაზურია, კი ბატონო. არა, ხორუმი. ნუ აფხაზურიც ქვია მეორენაირი. უი რა ზულენე. ორივე ესე საფოს არის ქვია. აფხაზური ქვია მეორენაირი. აი, შენ რა ჩააცმევდი ადამიანო, თქვი, შენ ჩოხით გინდა? მე ჩოხთ ან ეროვნული სამო რა, ეს ქალებზე რო ლაპარაკობთ, ქალებს. ქალს ჩავაცმევდით. ერთი დღე, ხო? არა, ქალების არ ხო არის, ანუ. მე რა მომიხდებოდა ხმა მაგალითად ეხა ეროვნულ სასაცილებლად. თქვენ ჩოხაც მოგიხდებოდეთ. აქ ჩალაგებული ვარ ახლა. სხვათა შორის მას არ ქვია ჩოხა, მას ქვია კულაჯა. კულაჯა მოგიხდებოდა. კულაჯა ქვია ქალის ჩოხას. ახალუხია შეგითხრათ, ხო? ქალის ჩოხას არ ვიცი. კულაჯა მოგიხდებოდა. თითო რამ ხილა კულაჯა. დიდე. არა, მე მაგალითად დიდი ხო დიდი. არა, კულაჯას აქვს ესენი? კი, მეგონი კი აქვს. ქალის ჩოხას აქვს. რამდენი კილა აქვს ჩოხას? 6. 12 აქ 12. ხო, 12. რა ამბავი, ეს 12. მაშინ მე 24 გრამ ჭირდებოდა. შეიძლება მეტიც. სამხარეს კი.
კარგი. აზიატსკებზე რა ვშევ? კაი, კაცებმა ჩაიჩვეს, ხალებს რა. ფეხებზე რა ვშობთ, კაცო, ფეხებზე მაინც შიშველი. აღარ გუშტანებ გიწევთ, ჰა. აზიატსკი კაცი. ქალებსაც ხო აქვს და ეგრეთ წოდებული ტაპკები. აი ქართული ცეკვის სიდიადერაშია იცით ქალი რომ ინარნარებს თეთრი მანდილით და კაცმა რო არ უნდა და ამ დროს საქართველოში უფრო მეტად უთხრამენ ქალებს კაცები ვიდრე სხვა ქვეყანაში მე მგონი ხო და ცეკვაში არ შეიძლებოდა შეეხებოდა თუ არა უკვე ცუდი არ იყო რა ქართული და რატო შეგვეშალა ქართველებს არ ვიცი ჩარაჭები ამოვასწორებთ ქალი და ძალადობა რა სიტყვით ამ თემასთან დაკავშირებით მოკი არა ძალიან აშენ რომ ქალი არის უნაზესი და ასნარი არსება რომელსაც მადლობთ მაგრამ რა შემთხვევაში გაიცემ მაგრამ ქალს არაზროს არცები დედა ხეს კამერებთან არა მაშინ შეგეშალა კი არცემო ხუთმა გუგო მცემა მე და ძალადობაზე მე როგორღანაც ნავილაპარ არა ქალს სად გოუხუჭი ამ ხუთივე გაუპატიურე ხო არა ხუჯვე კაჩავს სამი მაქსიმ არა ძალადობა ქალზე ხელის დაფა აი მოდი ერთი სიტყვას გეტყვით და თუ გიხვდებით რას ნიშნავს ეს სიტყვა ქართული სიტყვა სხვათა შორის და მე ვაპარაკობ სიტყვა ხუნდრუცზე რას აღნიშნავს ეს ხუნდრუცი მოუსვენ არის ხო მოუსვენ არის ახუნდრუცებული ახუნდრუცობს გოგოზე შეიძლება რა გახუნდრუცებს რა ზუსტად მაინც ქალებზე ამბობენ ახი ხუნდრუცობს ანუ ხო არა ასე ბიჭები რა ზა ახუნდრუცებული იქნება ები ჩავს რაფერ რა ახუნდრუცებული იქნება კი მაგრამ თავის მზერა უნდა სინამდვილეში ხალხო იცით რა არის ხუნდრუცი არა ხუნდრუცი არის ძველი ქართული სიტყვა, რომელიც ეხა სხვა ფორმით იყენება, ასე იყენება. სინამდვილეში ეს იყო ძველად ომიანობის პერიოდში ქალის სამზადისი ომისთვის. ამ დროს ქალები ჩვეულებრივ კულაჯებს იცმევდნენ, ომში მიდიოდნენ, ხო? იყო ასეთი პერიოდი, ბავშვებს ვაკრებზე კიდევდნენ და რაღაც ის პერიოდია და ამ დროს სამზადიც, როცა ქალი ემზადებოდა ომისთვის, ქვიოდა ხუნდრუცი. ხუნდრუცობს ახლა რო იტყოდნენ. ესე კი არა შენ რო ახალ ამბობ. ის ქალი ემზადებოდა, აქეთ ხმარსიდებდა, იქეთ ტყვიებს, იქეთ იმას, რაღაცა. რა კარგი სიტყვა ყოფილა და ხო და როგორ დაანახინჯეს, როგორ გვეშლება ქართველებს, რამდენი გვეშლება ქართველებს. ძალიან ვერა. ახლა აცი აღაცხვა მახუნდრუცი. ტინგიცობს, ვატი ტინგიცი. ანას ოხრა იქნება. ხო, აგიჩი. ხუნდრუცი ამოვაკე. ხუნდრუცი კაისე. და შევინახავ სხვა გამოვაკე. და როდის იქნება ხო ომი რო გამოცხადება საქართველოში? ჩვენ ვახუნდრუცდებით. ქალები ვახუნდრუც. კაი, ახლა თამაში გვინდა. არ გვაკლია თამაში მე და თქვენ, მაგრამ მოდი ჯეირანი თამაში. ჯეირანი? სამში თამაშება? კი, ან სამში და ექვსში. აუ ვინ მოიგებს? ანუ მარტო თქვენ გააკეთეთ, მაგათი მეჭას გავაკეთებ, და. ანუ მოიwashe პირდაპირ მე ვიქნე მოგებული და არ ვითამაშე. დაგვარიგა. ანუ ბადე, მაგათი ჭა. ჯეირანი. ოუ მაგრები. ეს ხელი უნდა მეთამაშო? კი, ერთი ხელი მე ორს თამაშობ. ჯეირანი. ქვა მოვიგე. ო, იგეს. ქვა. წავაგე? რა თქმა უნდა, ორივე წავა. გაითავისე, გაითავისე. პატრონია საჭირო რა. ჩავაწყვეთ მე და მეორე კაკოვიჩმა. ეხლა კაცო თამაში გელაპარაკეთ. აქ არის ერთი ცნობილი ადამიანი, სპორტეტი, გადმოტრიალებული, ჩარჩოს გარეშე ადამიანია. თქვენ შვიდ შეკითხვას მისვამ და შვიდ შეკითხვის ფასად ამოატრიალეთ და თუ იცნობთ ძალიან მაგარი იქნება თვითონ ეს ადამიანი. მზადა ხარ? ანუ შვიდ შეკითხოს ჩვენ გისვამთ? თითო. აბა ხა იმას ხო ამ ადამიანთან დაკავშირებით კაცად. ვინა ხო გაინტერესებს და კითხვებით მოდის პასუხი. აი, დაიწყე. აი მიწოსია და გითხრა. მუშროსი ხარ? აბა. აბა შენ ერთი წრით მიწოსია. აცო მაინციკავი დიდი. აი. თითავალი. დაიწყე. კანუ კითხვა? კაცია თუ ქალი? კაცია. სახიობია თუ უბრალოდ ცნობილი ადამიანი? მსახიობი არ არის. ახლა შეტყვების, აი, კითხვების ეშმაკობაზე და დიპლომატიაზე გადადეთ. ახლა მე მათქმევინეთ, ეს თუ მაშინ არქიტექტორი გითხრა, რაღაცა ფლორისტი. სახიობია? არა, აი ჩაიჭრა. შოუმენია? აი შეხედეთ. ბიჭო, შემეკითხე რა პროფესიისა და ჩამჭრი. გითხარ და ნუ, ხო. აი მაშინ. რა გადაალებით მაგას თავი. სხვა კითხვა. პროფესია რა აქვს? აბა. აბა რაი. სხვა კითხვა. შემდეგი. ტელევიზიას მუშაობს? ვერცად ვერ მუშაობს, გარდაცვლილია. აუ. თითო. მიკელანჯელო? გარდაცვლილია? ხო. კაცია, გარდაცვლილია, ცნობილი ადამიანია, არ არის მსახიობი, მაგრამ საზოგადო მოღვაწე იყო. რამდენი წელია რაც მოხდა გარდაცვლილი?
ვაიმე რამდენიმე წელი ახალგაზრდაცვილია საერთაშორის. რამდენიმე წელი ალბათ უცებ რა თქვა შეიძლება? ათარ მეყუნეთ ხუცესი? არა, ნუ აფუჭებს. არა, მსახიობია და. მსახიობია რა. და შეხედა. აფუჭა, გავარდა. ერთი არ კაცანწყობა. შეხედია რა, ვაგარი საქმეა. ოთან როგორც ხუსე დაშოში მოგენატრა თუ რატო? არა, უცებ ბეჭურის მემამს გავსა თუ რატო? გამახსენა. გუდურას მეავს გავსა. რა აქ საფილმო რა ქონდა? რაღაცა გამორჩეული, რომელიც აი ბიჭი. ჩიბუხი. უტია იოსელიანი? აი გამოვიხარე. აი შენ არ თქვა რომ? всё. თათა ჩიბუხითა, ოტია ჩვენი ოტი. კიდე იმას სურათი, ასე არ დავნებდი. კიდე? კი, ერთი შეიძლება თუ მოხერხება. დედას გაფიცებ თუ არ გაგიჩალიჭ. ჰა. რაიმე. დავაი. რა პროფესიისა? კაცი. ამას უნდა. კაცი. მე ხომ მოვიდი მაშინ. შენ მოგდადი დალია კაცია, ხო? იგულავე. კაცი. კაცია. აუჩვენ თუ ამას მოიგე. დამახასიათებელი რა. სავარაუდოდ თვითონ იქნება. დამახასიათებელი რა. Откуда знать? თუ შევარიც. არიცის? რა დავთარგმნე? ხო. დამახასიათებელი რა. ეს თუ გითხრა როგორ გამოიცა? სავარაუდოდ პოლიტიკოსი. დამახასიათებელი რა პოლიტიკოსია? ხო. დამახასიათებელი პოლიტიკოსი. დამახასიათებელი აქ, რა გითხარ ეგრე მიხდები. აი შემეკითხა რა. შრამი. ჩემი ძმა მეგობარი, მეჭიაური? ნახე. სავარაუდოდ მეჭიაური უნდა იყოს. კი ბატონო, რა მოიცანი. თამაში ხო? მეჭიაური. როგორი კაი მიდგომით რა მივხვდი? გაეშმაკდა გამწაგებაში. შრამით მიყვა და მიხსავალი. გაეშმაკდა წაგებაში. კაი ბავშვები ხართ მოკლედ. ჩემი შეკითხვისთვის მზადა ხართ განწყობილება მოსულია ხო არა? ხوار წავიდა. არა, აქ არის. იხმაურეთ ეხა, იხმაურეთ, ჭირდება ეს ყველაფერი. ოლე. ასე ოტიაზე ლაპარაკობთ ეხა წეღან და მოდი ვთქვათ რა. მე-16 შეყვარება ქალბატონო უკვე ბოზობაო და თქვენ რაფერ ფიქრობთ? ვაიმე, მე-16 შეყვარება. მე რამდენი შეყვარება არა, მაგრამ არც ცოტა არ უკია ის. ხო. სმაილი ცოტა. როდის ფუჭდება ხალი? კაი, შეიძლება მეორედ შეგიყვარდა. სიყვარულისთვის როგორ შეიძლება ადამიანმა? მე შეგიყვარდა. მე-12 შეგიყვარდა. მე-13 უნდა მიხდე რომ ან გაყევი ან წადი. რა ვიცი. თუ არ მიყავხარ არავის შენ გიყვარდება და გიყვარდება. როგორც იტყვიან გულს ვერ უმზანებოთ და ვის შეგიყვარდება რა ვიცი. ანუ ერთთან რაღაცა. მაშინ გამოდის რომ გულით ის ყოფილიყო. და თევს ბოზი. გულით თევს მეჯერტი. გულით ბოზი რა. კი. როგორია? გულით. მაგი კაცები არიან მასეთები, გენოცი. კაიც მასოხე. აბა, მე ახლა თუმაზია, მე დავიცავ ჩემის კესის ძალიან დიდ. მოდი ხალზე ლაპარაკობთ. აი ბავშვებო და ერთ შეკითხვა მაქვს და მე დაგანებებ თავს. ხალხს ხალზე შეკითხვებს მოусმინოთ რა. ხალხს შეუძლია ყურადღებით მომისმინეთ. იფრინოს სხვადასხვა საშუალებებით. ეს მამაკაცია დამოკიდებული. როგორ ფიქრობთ? მისი ლექსია? არა. ხალხს შეუძლია იფრინოს. ოღონდ სხვადასხვა საშუალებით. ოღონდ მამაკაცია დამოკიდებული. რაზეც იფრენს? სიყვარული. არა. სიყვარული? ხო, თქვენი ეს საშუალებით ეს რა საშუალებით? რა საშუალებით? კაცია დამოკიდებული. ბეთრენი არა. კაცი არა დამოკიდებული აქ ჩემი ასე პირიქით კაცია დამოკიდებული. თომ მე რასაც ვფიქრობ ის? არა. არის შენ. თომ მე რასაც ვფიქრობ ის? რას ფიქრობ? არ დამოყვა რამე ცუდი არ. კაჭკა. არა, კაცი არა. დაღმართზე რომ მიდიხარ რომ მიფრინო. და თან ქალიზის კაჭკა. და თმების არა, ჩემს კაჭკა. არის, ჩემს ქალ კიდე გაგიმეორეთ მოკლედ რა. ქალ შეუძლია ნებისმიერი იარაღით იფრინოს. მამაკაცია დამოკიდებული. სად აღმოჩნდება ის? ზამთრული შეკითხვა. მე რა ჩვენ აქ რატო ვინდიხარ რომ არა, სადმე რომ კითხვა. არა, არს. ან ქალ შეუძლია იფრინოს ნებისმიერი მართლებით? ოღონ კაცია დამოკიდებული. ნებისმიერი საშუალებით. ნებისმიერი საშუალებით, ოღონ კაცია დამოკიდებული. არის. თქვენი ფანტაზიები ვეღარ მიდის უფრო შორს, ხო? კაცია დამოკიდებული, ჩემს ქალზე ყველაფერ დამოკიდებული. რატოა ქალს დამოკიდებული? ქალს საიდაც უნდა გიწავა. რაზეც უნდა იმაზე იმით იფრეს, ხო? რაზეც უნდა. ეგეც რა თქმა უნდა. რაზეც უნდა, სადაც უნდა, როგორც უნდა.
ძალიან თქვა მიკი. ძალიან მოინტერესებს პასუხი. კარგი, გეტყვით რა, ესე იგი, მამაკაცები დამოკიდებული ჩვენ ქალები ცოცხლს გადავაჯდებით თუ ფრთებით ვიფრენთ, მოკლედ რა. ხო ფიქრობ. მე რაღა კაჭკაც. კაჭკა. შენ პარამეზე ფიქრობ ცოცხლის გარეგა, ხო, იტყუები და ვერ თქვი. რაზე ფიქრობ? კარგი შეკითხვა. კაჭკას. კაჭკას ეძახი შენ. ამის კაჭკაზე როცა ზიხარ, ფრთები გიფრიალებს. მეთმან. სანდო. თაც წაფად რომ მიდი. ფანჯრები თუ არა მოწია შეიძლება გაცი. ასე უკიკინე კაჭკას. როგორც მე მიკიკინებს ისე კარგი, ჩემო ძირფასებო, ძალიან კარგია თქვენთან ბას, მაგრამ ეხლა შემაჯამებელი კითხვები გვექნება თქვენთან და როგორ ფიქრობთ, ეხლა რა ფერებში მოიხატეთ? კიდე ხო არ გინდოდათ? კიდე ფერები რა? ხატვა. ხატვა იყოს, კაცო. სეკუთრების გამომდინარე თუ იმჯერეთ ფერადი უნდა ყოფილიყო. მოლურჯო. სად არიყავით, სად არის ჯეკი? სად ავიქნეთ, რაზე არ ვიქნეთ, კაცო? სოჭაში დაშტი ვიღავი. ჩოგანი ვიღავი. ზედაცხალმარა იგაციყავი. კარგი. მოკლედ თქვენი ფერები უამოუწურავია. თუ ფიქრობთ რომ რაღაცა დაგაკლდათ, აუცილებლად მოგცემთ ამის საშუალებას, კრეატიულ მიქში აინაზღაუროთ. მე უნდა დაგტოვოთ, ხო? მიდიხართ? არა, კრეატიული მიქსის რო დგება და რა მოგვიმზადეთ? რავი, რაღაცა მინიატურებს შემოგთავაზებთ ხუმრობებს. ატრიბუტაცია ხო არ გინდათ ამე? ატრიბუტაცია არა. ვინმე ხო არ გინდათ? საერთოდ იოლად ვაკეთებთ ყველაფერს ჩვენ. არანაირი ატრიბუტაცია. მარტო ისინი მარტო არიან ქვეყანაზე, კაკოვიჩი და კაკოვიჩი. ხო, კაკოვიჩი. გამი არ არის, მაგრამ ბოტანიკური ბაღია გენაცვალე, გადასარევად თავს. ესე იგი მე დაგემშვიდობებით აქ ძირფასი ტელემაყურებლები, თქვენ უყურებთ მთელი ამხრის განმავლობაში გადაცემას სპორტები ჩარჩოს გარეშე, ჩემთან ერთად და ეს მე თეა ვიყავი, გვარი იცით რა გვარი ვარ? ჩეჩელაშვილი. რა კარგად თქვი, ამახინჯები ხანდახან ჩემგვარს და სახელსაც, მაგრამ შეკაგებ თეა ჩეჩელაშვილი. ნოდარი სასული. ნოდარი სასული თეა ჩეჩელაშვილი. დაბადებული? წელს. ამადამწევს. კაი, ქალებს ასაკს არ ეკითხებიან, მაგრამ მეკითხებიან იმას, რომ გავაჩერო ახლა ჩვენი გადაცემა, იმიტომ რომ დროში აქაც ჩარჩოები გვაქვს. გიტოვებთ ამ არაჩვეულებრივ ბიჭებს, კაკოვიჩებს, რომელმაც ზუსტად მთელი 60 წუთი სრულ განსხვავებაში და იუმორში გაგატარებდათ. გააგრძელეთ ამათი ყურება, გააგრძელეთ დაელოდეთ ამათ სიახლეებს და ერთ-ერთი სიახლეებით რო ხიტად გადაიქცება, ამ გადაცემაში რამდენიმე წამში გელოდებათ. აბა კარგად იკავით მომდევნო შაბათამდე. მოდი ასეთი მინიატურა გავაკეთოთ. ვნახოთ ძალიან სვეცკი დაქალების შეხვედრა. აუ, თიკუში, პარაშკა, ჩემი გუკარი ყველაზე მაგარი როჟა. იმენა გუში მთელი კაფეები შემომატარა. გაგხეთქო გინდა ვაფშე გულზე? მიდი. შენ ჩემ ნიკუშან გუში რა გააკეთა გოგო? რა გააკეთა? 6 რესტორანში დამპატიჟა და შემდეგ iPhone 6 მაჩუკა ესი. ეგ რა არის გუში ჩემა გუკა, ესე იგი 60 ლარი მაჩუკა. არც კი დამიბრუნე, ასე მითხრა. აუ შე ბოთე, ვაფშე გინდა გულზე გაგხეთქო და ვენე მოქსპო? მიდი. ნიკუშა იცი რას მეძახის? რას? ბასასოს. აუ ეგ რა არის? ვაფშე ჩემი გუკა რას მეძახის იცი? რას? შამბალას. რას? შამბალას. აუ რა მაგარია? ეს მინდა შამბალობა. გინდა კაია. აუ შამბალაზე გამახსნა გოგო. ქალიშვილობა დავკარგე. ვაიმე სად? ნიკიაზე ჩავარტყი და უცებ დავეკარგა. დედაშვილი რა ფერეთკინებოდა. დედას. კარგი, ხა კიდე რა. მაგრამ მე დამავიწყდა. მოწანდა გავის. კაი, მოდი ხა რაღაცა მოყვეთ. მოყვეთ. რეალურ ამბებს მოყვეთ ხა? რეალურ ამბებს მოყვებით. ვით დაიწყე თემ დავით. ანუ ქუჩაში მივდიოდი ერთხელ რა და შემოხვდა ერთი ბიჭი. ხო და გენაცვალეთო თქვენ ვიდეოს უყურებთო და ძალიან მომწახავთ რაღაც 1-15 წუთი ვლაპარაკობთ. თქვენზე მე რო ვიციო, შეიძლება ოჯახის წევრმაც არ იცოდეს თქვენზე ამდენიო და 1-20 წუთი ვლაპარაკობთ. ყველანაირად და ბოლოს გაჩერდა და მიყურებს და ვეჯო გივია თემია რა შოა სადაა შევეშალკა ეს მეუყვები თბილისში ვარ ახალი ჩაბარებული მაქვს სტუდენტი ვარ ზიზინობ ფული მაქვს 30 თეთრი და სტუდენტური ბარათი მაქვს ან თარიცხა 20 თეთრს და გახვალა თუ 20 თეთრს დახარჯა მე 15 წუთი ვეღარ გადიხარ და უცებ ჩავრიცხე რაღაცა ბარათს და მოტრიალი და უცებ კაცი
წამეხუტა რაღაცა გადამკოცნა ნახევარი საათი მკოცნის თემურივე მომეკითხე და შენი მამაშენი ყველა სახში ხუათას ხალხი რომ მედის ტირის აუ მამაშვილმა ერთმანეთი ნახა და რაღაცა და 45 წუთი მკოცნა მელაპარაკა და ბოლოს მეუბნება რომ ბიჭო გივია რაღაცასო გთხოვ კაცურად რა და მეთქი ამ ფოტოს გადაღება თუ უნდა ამ რაღაცა აი მეთქი გთხოვ და ბარაცი თუ გამატარე რაიმე ჩქარება და გავატარე და მე 20 წუთი ველოდებოდი და როდის დრო გავიდა მაგრამ ჯელტებო გამოიჩი რა თქმა უნდა ბიჭთან ფიჯეტმელობა არ ხამოდი ანეკდოტი მოყვეთ მიდი ჩემი საყვარელი შევა ძველი არის კი იცით მაგრამ მოყვება მაინც ყველას გვაქვს საყვარელი ანეკდოტი ანუ ყვავი ფინავს პარლამენტის თავზე უკუღმა ანუ ასე თავი აქვს ზევით ხო და შემოხდება მეორე ყვავი და კი მაგრამ ასე რატომ მიფრინავდა უიგენი არ დამანახანა მე ანეკდოტი მეც ვიცი მეც ვარ საყვარელი ძველია თემა მეგობარმა მითხრა აჩიკო ბაბუნაშვილს მოვიკითხა იმან მითხრა რომ ძველია მაგრამ მაინც მოყვები შვილი ერთი რა თავზე ხელაღებული შვილია და დედასაც მოკლავს მამასაც მოკლავს თავებს დააწის ყველას და იჭერენ და უნდა დაგხრიტოთ რა უნდა დაგხრიტოთ დედა მოკალი მამა მოკალი და ახლა მისმინეთო ყველამ ბოლოს სიტყვა ამასა არ დამხრიტოთ რა და ობოლი ვარ და ასე მოხდა გიზრულა თავ კიდე რა შეიძლება კიდე რა ჭორიკანა მომღერალი ხო ჭორიკანა მომღეროს თემოგა მომღერო გააკეთე ჭორიკანა მომღერა მე საიდუმლოს შენახვა ვიცი მაგრამ თუ მოვახე პირი გადავკიდე ამისთვის დავშოდი წოლს ჭორიკნობისთვის არა მე გვერი დავამთავრო კიდე გაქვს ამ საყვარელი ამბავი ანეკდოტი საყვარელი ამბავს ერთს მოყვები რაც სვანსაკანში ყავენში მივიღე მონაწილეობა რაღაცა ტელევიზორში გამოჩდი სატელევიზიო მასაკას თამაშობდით რა როცა გამოჩდეოდი ტელევიზორზე ან ბაბუაჩემი უძახოდა მეზობლებს ნათესავებს ყველას ეკადა და ერთ ოთახში კრიბავდა და უყურებდა აი ჩემი შვილი ვარ ტელევიზორში გამოდისა და ამ გახარებულზე ასე რო უყურებდა მასაკას დგებოდა მის შედიოდა მის ოთახში და პენსიიდან ფუძი იღებდა ასე და 20 ლარს ჩუქლიდა და დავამუღამე ყოველ თამაშზე ასე 20 ლარს ჩუქლიდა და ტვინი რო იქნები ადამიანი დისკზე ჩავწერე ჩემი თამაში და ყოველ მეორე დღეს ვაბრუნებ და ეს დღეში 30 ლარიანი შეულებრივად ვიყავ რა იანური ეს რა თქმა უნდა გონება მახვილი ვარ რავი კიდე რა შეგვიძლია რომ შემოვთავაზო მე დავამშვიდობ მაყურებელს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კიდევ ერთხელ მოვიკითხავ იმ ადამიანებს ვინც ასეთ სითბოს და სიყვარულს გამოხატავ ჩვენს მიმართ და მინდა უთხრა რომ თქვენ გვაძლევთ სტიმულს რომ ვაკეთოთ ეს საქმე ასევე მოვიკითხავ უცხოეთში იმ ადამიანებს რომლებიც იქიდან გვეხმიანებიან და ძალიან დიდი მადლობა ყველას და სიახლეებით დაგიბრუნდებით აუცილებლად კარგად ბრძანდებოდეთ ეს იყო გადაცემა პორტრეტი ჩარჩოს გარეშე კარგად ბრძანდებოდეთ გადაცემა წარმოგიდგენ მრავალპროფილიანი კლინიკა ბომონდე. ჩვენი მისამართია ქუთაისი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა ნომერი 15, ტელეფონი 0431 29 34 54.